ეს 1 ლიტრის თეთრი ბროილერის წილია. რამდენიმე რჩევას გაგიზიარეთ მისი გამოძრდის შესახებ და გეტყვით, როგორ გამოძრდოთ ისინი ეფექტურად და ნაკლები დანახარჯებით. ფერმაში წილის მოყვანისთანავე უნდა შევაფასოთ მისი ხარისხი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. დავაკვირდეთ მას ვიზუალურად და ვნახოთ, რამდენად კარგად არის გამშრალი, როგორ გამოიყურება, როგორია მისი ბუმბული, ლუცლის არე, რამდენად კარგად აქვს კიპლარი შეხორცებული და ზოგადად როგორია მისი ძვალსახსროვანი სისტემა. კარგი წიწილი დაახლოებით ზურგზე დაწვენის შემთხვევაში 3 წამში უნდა გადმოვლინდეს. გირჩევთ წიცილის საწყის ეტაპზე გამოძრდის შემთხვევაში გამოიყენოთ ქაღალდი და პატარა საკვებურები, სადაც თავდაპირველად აიყრება გრანულები და უფრო ადვილად აითვისებენ ისინი საკვებს. პირველ დღეს სასურველია საფრინველეში არსებული ტემპერატურა იყოს 33-დან 34 გრადუსამდე. ფერმაში წიცილის მოყვანისთანავე მიაწოდეთ მას საკვები და წყალი. პირველ დღეს გირჩევთ შაქრიანი წყალი დაალევინოთ. ეს დაეხმარება მას ელექტროლიტული ბალანსის აღდგენაში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში. ასე გამოიყურება საფრინველე, სადაც დაახლოებით 14,000 თეთრი ბროილერი გაიზრდება.